პირველ რიგში საკმაოდ ასე ვთქვათ გამოიყურებით გამოძინებული შეიძლება ითქვა სულაც გეტყობათ რომ 3 ღამეა მანდხართ რამდენი ღამის განმავლობაში აპირებთ თქვენ იყოთ აი ასეთ ფორმაში როცა ელოდებით თავდასხმას ან შტურმს იმიტომ რომ ღარიბაშვილი პრემიერი გახდა მან შეიძლება თუ არა შეასრულოს ის რაც არ შეასრულა ღარიბაშვილმა ბოდიშვიხტი გახარიამ ცალსახად თქვა გახარიამ რომ წავიდა იმიტომ რომ თქვენ საკითხზე ვერ შეთანხმდა გუნდის წევრებთან ეს ეხებოდა დაკავების აღსრულებას ანუ შემოსვლას და თქვენს ძალით დაკავებას ამის შესაძლებლობას ისევ ხედავთ მადლობა დიდი მადლობა თქვენ შესაძლებლობისთვის ჩართვისთვის რა თქმა უნდა არ მომიწევს დიდი ხანი მე ერთგვაროვანი საქმეებით დაკავება, მაგრამ არც ვარ პრინციპში ერთგვაროვანი საქმეებით დაკავებული, იმიტომ რომ სხვადასხვა საქმეები კეთდება ეხლა ამ შენობაში სადაც ვარ, სხვადასხვა შეხვედრები, სხვადასხვა ადამიანებთან დაწყებული ელჩებით, გაგრძელებული საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობით, მათ შორის ეხლა თქვენთან ქართულ მედიასთან ურთიერთობით, ანუ საკმაოდ დატვირთული და მართლაც ძალიან დატვირთული დღის გრაფიკი ჰქონდა განსაკუთრებით დღეს და მე უახლოეს დღეებში სხვა აქტივობებში ვგეგმა მივიღო მონაწილეობა რომელიც გაიმართება ამ შენობის გარეთ. ანუ ოფისს დატოვებს ნიკამელია. კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად და ეს მოხდება მანამდე ნიკა ვიდრე თქვენ მიიღებთ გარანტიას მაგალითად იგივე დიპლომატებისგან რომ თქვენ არ დაკავებენ თუ ელოდებით რაიმე ტიპის კომუნიკაციას რომ აი მოიხსნა ეს საკითხი დროებით არაფერი ეხლა ბატონი ღარიბაშვილი რომ დააბრუნეს დიდი პატივით იქ სადაც იყო და ხა მაშინ ვერაფერი ვერ გაუკეთებია როცა ქართული ოცნების სადმე იყო უდიდესი ნდობა ხო და ბიძინა ივანიშვილი მას მოუწია მისი ჩანაცვლება ბატონი კვირიკაშვილით, იმიტომ რომ ბატონი ღარიბაშვილი სადმე ძალიან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება არსებობდა ვინც იცის და აკვირდება პოლიტიკურ პროცესებს და მაშინაც და ახლა საერთაშორისო პარტნიორებთან რბილად რო ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან როყიო საქციელით დამოკიდებულებით ესე სიუხეში გამოირჩეოდა და ეხლა რა უნდა აკეთოს ამისთვის ყავს ეხლა ბიძინა ივანიშვილს კვლავ შერჩეული და მინდა თუ შეიძლება ერთი მოსაზრება გამავითარო თქვენთან ერთად თუ კი ვინმეს მართლა კვლავ სჯერა რომ დღეს ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს რაღაც წევრები შეიკრიბნენ და იმჟელეს აბა რომელი აბა ვინ და ირაკლი და მოდი აბა კენჭი უყაროთ და ირაკლი იყოს ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატი და აქ არაფრის შუაში არ იყო ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ მან თქვა რომ წავიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან. ანუ ამის უნდა დაიჯეროს ვინმე. იცით რა არის, ჩემი საზრით ძალიან გულახდილები უნდა ვიყოთ დაწყებული ჩემით გაგრძელებული ნებისმიერი პოლიტიკოსით, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩით, ვინც არ უნდა იყოს, მე ყველასთან მექნება იგივე კითხვა ყოველთვის. სანამ ერთმანეთს გულახდილობაში არ გამოუვიტყდებით. ნუ თუ ვინმეს გჯერა რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შეირჩა ისე რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერევა პოლიტიკაში, იმიტომ რომ მან თქვა რომ წავედი პოლიტიკიდან. რა თქმა უნდა არა და ამაზე ნათელი დადასტურება რომ ისე ვიქარი სადაც იყო ბიძინა ივანიშვილი რაღა გვინდოდა ხო უკეთეს ვერც ვინატრებდით ხო? იმიტომ მე დღეს ხონდა რამდენიმე კოლეგა უცხოელ პარტნიორთან ურთიერთობა და მე ეს კითხვა დავუსვი და სატელეფონო მათ შორის არც ერთმა არ უარყო რომ ბიძინა ივანიშვილი დიახაც იქ არის სადაც ანუ ბიძინა ივანიშვილი ყავთ ელჩებს დასარწმუნებელი კვლავ რომ მეხუთე რაუნდის წინ ნიკამელიას დაპატიმრება ჩაშლის ამ მოლაპარაკებაში არა ბიძინა ივანიშვილზე ბევრი რა კი არა საერთოდ აღარაფერი აღარ არის დამოკიდებული იმიტომ რომ ხაზი გავლებულია მართლაც გავლებულია წილის ნაყარი არის რუბიკონის გრემად გადალახული არის ბოლო ეტაპი არის ბრძოლისა სადაც ორი მხარე არის წარმოდგენილი ამ ბრძოლაში ერთი მხარე სადაც მართლაც გულანთებული ხალხი რომელსაც უნდათ რომ ამ ქვეყანაში
იცხოვრონ წარმატებით მომღიმარები იყვნენ, ბედნიერები იყვნენ, ბედნიერება დაუბრუნდეთ რა. ეხლა ვისაც ფული აქვს, არა აქვს, ვისაც ფული აქვს და ძალიან ცოტას აქვს, მათ სოციალური გარანტიები ამ ქვეყანაში, ისიც კი აღარ არის ბედნიერი. აღარ არის ბედნიერი, უბრალოდ აღარ ეღიმება, აღარ ეხალისება არაფერი და მეორე მხარეს ხალხი, ვინც მსახურებაში არის, ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის, ხო? აქ მართლაც ჯერა, იმიტომ კი არა რომ ვიღაცას მინდა ვასიამოვნო, ვისაც პარტიული პოლიტიკა არ იმპონირებს მაინდა-მაინც და მათი გულიც მინდა მოვიგო და ამიტომ საუბრობ. არა, პარტიული პოლიტიკის საერთოდ აღარაფერი შუაში აღარ არის. დიახაც არის ან ქართული ეროვნული მოძრაობის და ქართული ეროვნული ინტერესის დრო, ან ოკუპანტის ინტერესის გატარება, ოკუპანტის ბორკილი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. კი ბატონო ნიკა, მაგრამ აი მაინც ნახეთ, ეს არის და ეს და არაფერს ვერ შეთა, ბოლომდე თუ შევდა, ბოლომდე იქნება უკომპრომისო ბრძოლა, ძალიან მაქსიმალურად მშვიდად, აუღელებლად, მაგრამ პრინციპულად წინსვლა გაგრძელდება. აი მშვიდად როგორ უნდა გამოგივიდეთ ნიკა, ახალია დღეს რომ არ გადავარიყო, მოდიოდნენ თქვენს ოფისში აღსასრულებლად დაპატიმრების, ხო? ხო და გადადგა ეს კაცი, მაგრამ მოვიდა ღარიბაშვილი და თქვა წესრიგს აღვადგენო და აი მშვიდად როგორ უნდა გამოგივიდეთ? კი, წესრიგს ხო და გეკითხებით ისე უბრალოდ პასუხობთ. კი, ვაღიარებ და მინდა ხაზი გაუსვა რომ ჩემი დამოკიდებულებისა და მიუხედავად გახარია სადმი, რომელმაც გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა 20 ივნისს, ეხლა პირდაპირ თუ ვირიბი იყო მისი მონაწილეობა, ეხლა ფაქტია რომ პრემიერ-მინისტრი იყო და დაღვარა სისხლი, მაშინთან როდესაც მოლაპარაკებებზე შევდიოდით თავისივე ინიციატივით, რომ რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი და მან უბრალოდ აღარ მიიღო მონაწილეობა მეორე 20 ივნისის დარბევაში. დღეს დიახაც გონიერებამ გაიმარჯვა მასში და ეს არის დასაფასებელი, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მას იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც 20 ივნისს სამწუხაროდ ვერ გამოიჩინა ის გონიერება, რომელიც დღეს გამოიჩინა, მაგრამ დღევანდელი მისი საქციელისთვის მე არ ვიშურებ იმ სიტყვებს, რომელსაც ახლა თქვენს ეთერში საუბრობ. ბატონი ღარიბაშვილი დღიდან საერთოდ პოლიტიკაში მოვიდა ღარიბაშვილი რომ არ ყოფილიყო ეხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და წარმოადგენდა რომ გეკითხათ აი რა გახსენდება პირველი ღარიბაშვილზე რა ასოციაცია გექნება ეხა ნუ გიპასუხებდით ზიზღის ენა შუღლის გაღვივება ბოგმის გაღვივება თავდასხმით რა უნდა აკეთოს სხვა აი რა უნდა აკეთოს იმიტომ რომ ამ ადამიანს მაშინ უნდა ქონდეს სხვა ალტერნატივა, სხვა უნარჩვევებიც უნდა ქონდეს, ფაბრიკებს უნდა ხსნიდეს, დაუშვათ ხელისუფლება ის ქარხანას, რაც რეფორმებს ატარებდა ჯანდაცვის სისტემაში, ეკონომიკის სფეროში, განათლების სისტემაში. აი რაღაცა ხომ უნდა აკეთოს. ეხლა იქ ვერაფერს ვეღარ გააკეთე, მაშინ ვერ აკეთებდა, როცა ძალიან დიდი ხალხი მაგალითისთვის კარტოგრაფების საქმეს მიიღო. ხო და ნუ არ არის 2021 წელი არ არის ეხლა როგორ გეკადრებათ ეხლა ასე ანუ გეგმაში სავარაუდოდ ექნება ხომ ამიტომ მეგეკითხებით თქვენ უსამართლო ძალმომრეობა უსამართლო ჩემი პასუხი იქნება ის 4 თებერვლიდან აპირებენ ჩემს დაკავებას ეხლა პრაქტიკულად მეუბნები 4 თებერვლიდან რომ არ გადაგიხდით არც გირაუს და ვერ დამაპატიმრებთ იმიტომ რომ არც გირაუს გადახდა მეკუთვნის სამართლებრივად და მით უმეტეს რისაფუძოზე უნდა დამაპატიმროთ. ახლა მთავარია და ხედავთ რაც ხდება, ხო? ახლა მთავარი არის, რომ მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეთ, მართლა მთავარია ის არის, ყური ვუგდოთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს და როგორც არასოდეს ძალიან მკვეთრად დადგება საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებისა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის უბრალოდ უებარი გამოსავალი. აი, გვინდა არ გვინდა ეს მოხდება. გვინდა არ გვინდა ეს მოხდება. ქართული ოცნება ასეც არ უნდა გავიგოთ, იცით რა რომ რაიმე რა კარგია რა ხან გავბანკროტეთ პოლიტიკურად, მოდი ახლა ახალ არჩევნებს ჩაგინიშნავთ. არ უნდა ახლა თავისი სრული ჩანიშნა, იმიტომ რომ მართლაც უკვე პოლიტიკურად განადგურდება. ჩვენ 31 ოქტომბრამდე სხვა ვითარება ქონდა ვიდრე პოსტ 31 ოქტომბერი. ახლა ერთიანობა რაც ახლა შეინიშნება ოპოზიციაში საზოგადოებაში და ჩამოყალიბებულია პოზიცია ქართული ოცნების არ იყო უკეთესი იმეცნობები და
მნიშვნელოვნად, ესეც რბილად რომ ვთქვათ. ამიტომ ჩაინიშნება მათი ასე ვთქვათ სურვილი თვითონ რა ჩაინიშნება თუ არა და ეხა არავის არ ვემუქრები, მაგრამ იქნება მანიფესტაციები, დემონსტრაციები, ქუჩის აქციები და ძალიან ისეთი კაფიო, ხმამაღალი ხმა, ხაფი ხმა გავარდება რუსთაველის გამზირზე და მოუწევს ჩანიშნა ქართულ ოცნებას. ჩატარდება ახალი არჩევნები, სადაც გამარჯვებული იქნება ოპოზიცია და მე შეგვეძლება უკვე მართლა ვისაუბროთ წარმატებებზე ამ ქვეყნისა და განვითარებაზე. აი ეს ალტერნატივა არის, რომელიც გვესახება. სხვა არ არსებობს და ღარიბაშვილი უბრალოდ არის გამოუვალისვა. იმიტომ რომ ღარიბაშვილი, როდესაც შენ შემოყავს პრემიერ-მინისტრად თამაში, ესე იგი ხარ გაკოტრებული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც თავად აღიარებ, თორე ხა ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით ეს ყველაფერი უკვე ეცდება, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილს ახლა ერთი სული აქვს, რაღაცნაირად ხომ უნდა დაიმკვიდროს, ახლა თავ ერთადერთი მიზანი ექნება რამენაერად მელია ციხეში მოახვედროს. მეტი ამ ადამიანს არაფერი არა გამორიცხული არც არ არსებობს. არა ნახოთ არ არსებობს უბრალოდ რა, მაგრამ ამაზე არ მინდა რომ აქცენტი იყოს გაკეთებული. მე მელიას და მისი მეგობრების, კოლეგების ოპოზიციის სურვილი არის, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენს პარტნიორებს და დავსწრეთ მოლაპარაკებების მაგივრად, სადაც აუცილებლად ვიქნები მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ეხა იქნება ეს მეხუთე რაუნდი თუ მეექვსე რაუნდი, იქ ვიქნები და მოუწევს ეხა ბატონ კობახიძეს ჩემი იქ ატანა, მეც მომიწევს მისი ატანა, ახლა ავიტანე ხა, იმდენად დიდი სიკეთე დევს სასწროზე ახალი არჩევნების სახით, რომ რა ვქნა, ასეთ შეხვედრებზეც გიწევს მონაწილეობის მიღება. ამიტომ არაფერი აღარ არის ქართულ ოცნებაზე დამოკიდებული. კუნთების თამაშით პოლიტიკა არ კეთდება და რეპრესიული მანქანა არის ყალგასული უკვე და ეხლა რომელიმე ბაზაზე ეხლა პეპელა ქვია არც ვიცოდი თუმე იმ სამხედრო ბაზას სადაც ეს სპეცნაზი ყავთ ეხლა იმითი პეპელაზე განლაგებული სპეცრაზმელების შიშით ჩვენ არ დავთხოვთ თავისუფლებას და ღირსებას. კი ბატონო, დღეს რჩებით ოფისში ოპოზიციის ლიდერებიც მან და არიან, როგორც ხვდები, ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები ხვალ. კი ბატონო, დიდი მადლობა ნიკა მელიას, დიდი მადლობა ნიკა მელიას.